ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელშიც გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა მონაწილეობდა. შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთან ნაწარმოებები. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის სახალხო არტისტისა და რეჟისორის დიმიტრი ჯაიანის ხსოვნას. სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის საგუნდო კაპელის ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. კაპელის ჩამოყალიბების დროიდან მიცნობდი მაესტროს და ყოველთვის ვაფასებდი მასში ამ საოცარ შრომის მოყვარეობას, საქმის ბოლომდე მიყვანის უნარს, სიყვარულს თავისი გუნდის წევრებისადმი. თითეული წევრი ამ გუნდში არის მისი ოჯახის წევრი და ასე იცხოვრა მან. მან გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანას ყოლოდა შესანიშნავი ანსამბლი. მადლობა მას ყველაფრისათვის, რაც გააკეთა. წლის ბოლოს კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კაპელას საანგარიშო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე. კონცერტი ყოფილი ხელმძღვანელის გურამ ყურაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. შესრულდა გოგი ჩლაიძის გურამ ყურაშვილისადმი მიძღვნილი სიმღერა ფერიცვალება ღამეა. გაიმართა აგრეთვე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის დისკის პრეზენტაცია. ძალიან მიხარია ზოგადად ის ფაქტი, რომ ასეთი გამორჩეული მუსიკოსები გვყავდა და გვყავს, როგორც იყო ბატონი გურამ ყურაშვილი. ძალიან დიდი მადლიერების გრძნობით ვარ გამშვალული, იმიტომ რომ ნამდვილად დიდი საქმეები აკეთა ამ ადამიანმა. ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან რთული სფეროა, უზარმაზარ შრომას მოითხოვს და მთელი ცხოვრება პრაქტიკულად უნდა მიუძღვნა ამ სფეროს. დღევანდელი დღე ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად კაპელის თითოეული წევრისთვის იყო უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეს დღე ასოცირდებოდა ჩვენ მაესტროსთან, ბატონ გურამთან, მის ნაშრომთან და აი რაღაც თითქოს დღეს გაცოცხლდა სცენაზე მაესტრო, იმიტომ რომ ყველაფერი ის, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო და რითიც ცხოვრობდა და შესაბამისად ჩვენც რითიც ცხოვრობდით, დღეს იყო სცენაზე და რა თქმა უნდა ისიც ჩვენთან ერთად იყო დღეს დარწმუნებული ვარ ამაში. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. Bones,
Don't